გამარჯობათ. თქვენ უსმენთ Mindsets მინდია გაბიჩვაძესთან. მე ვარ მინდია გაბიჩვაძე. და მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩემთან ერთად ხართ. იმედია გამოიწერთ ჩემ გვერდს YouTube-ზე, და ასევე Facebook-ზე და სხვა social media-ზეც ასევე. დღევანდელი ეპიზოდის თემა ცოტა რთულია. არა იმიტომ, რომ პოლიტიკურია და არა იმიტომ, რომ ასთა სხვადასხვაობას იწვევს. არამედ იმიტომ, რომ ამ თემის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებიც უზარმაზად ტკივილს ხშირად ჩუმად ატარებენ. ცოტა ხნის წინ აბორტის დაგმობი განცხადება მკაცრი და კატეგორიული ფორმით გაჟღერდა. ცოდვიანად შეირაცხდნენ არა მხოლოდ ქალები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც. ამის შემდეგ საზოგადოება კიდევ უფრო ახმაურდა, გაიყო და უფრო მეტად დაიწყო სხვების განსჯა. ამ ეპიზოდით მე არ მინდა ხალხს შორის მორიგი დაპირისპირება გავაღვივო. მინდა გაცილებით რთული ფაქტორს შევხედოთ ერთად. მინდა დავფიქრდეთ. მინდა გავუგოთ ერთმანეთს. მინდა ამ საკითხს არა სლოგანებით, არამედ ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების და ტრამვის კვლევების ჭრილში შევხედოთ. როგორც ფსიქოლოგი, ჩემი პასუხისგებლობა ის კი არ არის, რომ ყველაზე ხმამაღლა ვიღვირო. არამედ ის, რომ დავსვა კითხვა, რა ემართება ადამიანის ფსიქიკას, რა ემართება ნერვულ სისტემას, რა ხდება ქალის შინაგან სამყაროში ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ბიოლოგიურად და სოციალურად, როდესაც ის იძულებულია ცხოვრებაში ერთ-ერთი ალბათ ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღოს. და ბოლოს, რა ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება ამაზე თანაგრძნობის ნაცვლად განსჯით და სირცხვილის გრძნობის გაღვივებით პასუხობს. ფსიქოლოგია ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამესაც გვასწავლის. როდესაც შიში, სირცხვილი და დამცირება ხდება ტკივილზე საუბრის მთავარი ენა, ადამიანის ნერვული სისტემა კი არ ინკურნება, არამედ ტყდება. და ამ საღამოს ჩვენ სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ, ღიად და გულწრფელად. სანამ დავიწყებდე, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო ერთი ფაქტორი. ეს ეპიზოდი არ არის თავდასხმა რელიგიაზე. რწმენა ბევრი ადამიანისთვის და მათ შორის ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრისთვის ის არის აზრის, მორალის, განკურნების და გადარჩენის წყარო. ეს ეპიზოდი დამოკიდებულია კვლევაზე. ეს ეპიზოდი დამოკიდებულია ქალის არჩევანზე. აბორტის თემის გარშემო არსებული ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ხშირად ემოციების დონეზე მსჯელობენ და არ იციან, რას ამბობს რეალურად მეცნიერება. ფაქტებს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როდესაც ფაქტებზე თვალს დავხუჭავთ, რეალური ადამიანების ნაცვლად სტერეოტიპებს დავინახავთ. ამიტომ მოდით დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით. რას გვეუბნება კვლევა თუ რატომ იკეთებს, რატომ ირჩევს ქალი აბორტს სინამდვილეში? ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის ფსიქოლოგიურთა ასოციაცია, ძალიან ბევრი კვლევები აქვს ჩატარებული ამ თემასთან დაკავშირებით. და მუდმივად აჩვენებენ იმას, რასაც ბევრი საერთოდ არ ელის. ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას ზედაპირულად და დაუფიქრებლად არ იღებენ. ეს არ არის იმპულსიურობა, ეს არ არის ემოციური სიცარიელე და ეს არ არის მორალის ნაკლებობა. ყველაზე ხშირი მიზეზი, რასაც თავად ქალები ასახელებენ, არის ფინანსური არასტაბილურობა, შიში იმისა, რომ ბავშვს სათანადოდ ვერ მოულიან, ისედაც მძიმე სოციალური ფონი უკვე არსებული შვილების შესანახად, არასტაბილური პარტნიორული ურთიერთობები, ოჯახური ძალადობა, მიტოვება, ჯანმრთელობის პრობლემები, გაუპატურება, ფსიქოლოგიური გადაწვა და საბოლოოდ მომავლის პანიკური შიში. ბევრი ქალი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, უკვე არის დედა. ფსიქოლოგიურად ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ის სრულიად ამსხვრევს იმ პრიმიტიულ ნარატივს, თითქოს ქალებს, რომლებიც აბორტს იკეთებენ, სძულთ ბავშვები,
ან უარს ამბობენ დედობაზე. რეალურად ბევრი მათგანი ცდილობს დაიცვას ის შვილები, რომლებიც უკვე ყავთ. სწორედ აი ამ მომენტში ფსიქოლოგია გთხოვს, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ. ადამიანის ბუნება ძალიან რთულია. ცხოვრება რთულია. გადარჩენისთვის ბრძოლა რთულია, მაგრამ ადვილია სხვებისგან სჯა. როდესაც მათი ნერვული სისტემის მიღმად გახარ, მაგრამ ბევრად რთულია, როცა გესმის, რას უშვება ქრონიკული შიში და სტრესი ადამიანის ტვინს. ტრამის ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფრაზა: საფრთხის ქვეშ მყოფი ტვინი გადარჩენის რეჟიმზე გადაეწყობა. ქალების უმეტესობა ამ გადაწყვეტილების მიღებისას სიმშვიდიანად კი არ მოქმედებენ. არამედ შიშისგან, პანიკისგან, გამოფიტვისგან, დაბნეულობისგან, ზეწოლისა და გადარჩენის ინსტინქტისგან გამოდიან. მოდი რა ყველა ჩვენთაგანმა ცოტა ხანი დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე და დაუთმოთ რამდენიმე წამი ამ ყველა ქალს. როდესაც საზოგადოება ქმნის პირობებს, სადაც ქალი თავს დაუცველად გრძნობს ეკონომიურად, ემოციურად, ურთიერთობების თუ მედიცინის დონეზე და მერე მას სჯის იმის გამო, რომ ამ ხელა ზეწოლას ვერ გაუძლო და უბრალოდ ირჩობა, ეს არ არის ფსიქოლოგიური პასუხისგებლობა. ეს კოლექტიური მიტოვებაა და იმედია ჩვენ ამაზე დავფიქრდებით. ის აზრი, რომ თითქოს ქალები ამ გადაწყვეტილებას ცივი ემოციებისგან დაცლილი გონებით იღებენ, საერთოდ არ ეთანხმება არც ერთ მეცნიერულ კვლევას. კვლევები და კლინიკური რეალობა ზუსტად საპირისპიროდ აჩვენებს. ბევრი ქალისთვის ეს არის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფსიქოლოგიურად მტკივნეული და ემოციური რთული პერიოდი. ჩვენ თუ ასევე ტვინზე შევხედავთ, რა ხდება მათ ტვინში, როდესაც ადამიანი განიცდის უკეტურ სტრესს და იღებს აბორტის გადაწყვეტილებას, უფრო მეტად დავინახავთ ამ გადაწყვეტილებას რა გზა აქვს. პირველად, ქალის ნერვული სისტემა გადარჩენის რეჟიმზე გადადის. ამ დროს მატულობს სტრესის ჰორმონების, კორტიზოლის და ადრენალინის დონე. ხშირად იღრმევა მათი ძილი, ფიქრები აკვიატებული და დამქანცველი ხდება. აი რასაც ჩვენ რუმინაციას ვეძახით. გადაწყვეტილების მიღების პროცესი ქალებს ემოციურად ხშირად ფიტავს. ბევრი ქალი აღწერს მუდმივ დამბლადაცემულ ფიქრს, ტირილის ეპიზოდებს, პანიკას, ემოციურ გაშეშებას, კონცენტრაციის დაკარგვას, ასევე მომავლის შიშს და სრულ ემოციური იზოლაციის განცდაზე ფიქრობენ. იცი რა არის მის ხშირად საზოგადოებას, რომ ადამიანის ნერვული სისტემისთვის უაღრესად მძიმეა იმის ატანა, რომ შენ შეუძლებელი არჩევანი მიიღე. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება: ორმაგი ჩიხის სტრესი. ეს ხდება მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველა არსებულ ვარიანტს ახლავს ემოციური ტკივილი. რა არჩევანიც არ უნდა გააკეთო, მას მაინც მოყვება გლოვა და დანაკარგის განცდა. ეს ყველაფერი ქმნის კოლოსალურ ფსიქოლოგიურ წნეხს. როგორც უკვე აღვნიშნე, არის ესეთი აზრი, რომ ზოგს ქალს დედობის ეშინია. ზოგს იმის, რომ დედა ვერ გახდება. ზოგს შეიძლება სიღარიბის ეშინოდეს, ზოგს საზოგადოებისგან გარიყვეს, ზოგს სამედიცინო გართულებების ეშინია. და ქალის ნერვული სისტემა ცდილობს ამ ყველაფერს ერთდროულად გაუძლოს და გადარჩეს ამ პერიოდში. ამიტომ, როდესაც ადამიანები ქალებს იარაღებს აწევენ, როდესაც მათ ცოდველს ამორალს და ეგოის უწოდებენ, ისინი უბრალოდ შლიან, აუქმებენ იმ ფსიქოლოგიურ რეალობას, რასაც ეს ქალები საკუთარ თავში უკვე განიცდიან ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ადამიანის ემოციები არ არის იდეოლოგიური. ზოგი ქალი ამის შემდეგ გლოვას განიცდის, ზოგი შვებას, ზოგი კი ორივეს ერთდროულად. შვება და მწუხარება თავისუფლად შეიძლება თან არსებობდეს ერთსა და იმავე ნერვულ სისტემაში. საზოგადოებას ხშირად ეს არ ესმის, მაგრამ ფსიქოლოგიას ეს ესმის. სწორედ ამიტომ არის თანაგრძნობა ასეთი მნიშვნელოვანი.
იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ისედაც ფსიქოლოგიურ ნგრევის პირას არიან, დამცირებით და განკიცხვით ვერ გაჩასახდებიან. ამ საუბრის დროს ჩვენ კიდევ ერთ ფაქტს მივატეკით, რომელიც სავსეა დეზინფორმაციით და ემოციური манипуляციებით. ეს არის თუ რა ხდება ფსიქოლოგიურად აბორტის შემდეგ. მე მინდა ჩვენ ისევ მეცნიერებას გავყვეთ. კვლევები არ ადასტურებს იმ მოსაზრებას, თითქოს აბორტი ავტომატურად ანადგურებს ქალს ფსიქოლოგიურად ან იწვევს გარდაუვალ ფსიქიატრიულ სინდრომებს. ეს უბრალოდ მტკიცებულებებით არ დასტურდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალები არ განიცდიან ტკივილს. ბევრი მათგანი განიცდის ამას. მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტად განაპირობებს ემოციურ ტანჯვას, აუცილებლად თვითონ პროცედურა კი არ არის, არამედ საზოგადოებიდან გარიყვა, სტიგმა, რელიგიური სირცხვილის გრძნობა და მხარდაჭერის არქონა. ეს ხდება აბორტის შემდეგ. უბრალოდ რომ თქვათ, ქალებს ფსიქოლოგიურად ხშირად ყველაზე ღრმად ანადგურებს არა მხოლოდ ფაქტი, არამედ ის, თუ როგორ ეპყრობა მათ საზოგადოება ამის შემდეგ. ეს განსხვავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რომ შევხედოთ ტრამვის ფსიქოლოგიას, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე შეიძლება ვისწავლოთ. ადამიანებს შეუძლიათ გადაიტანონ უაღრესად მტკივნეული გამოცდილება, როდესაც ისინი მხარდაჭერას გრძნობენ, მაგრამ სირცხვილი ყველაფერს ცვლის. ქრონიკული სირცხვილის განცდა ფსიქოლოგიურად ტოქსიკური და გამონადგურებელია. ის ცვლის იმას, თუ როგორ აღიქვამს ადამიანის საკუთარ თავს, ის აძლიერებს დეპრესიას და ის აძლიერებს შფოთვას. ის ასევე ზრდის საკუთარი თავის სიძულვილს. ასევე ზრდის ადამიანებში სუიციდიურ აზრებს. და სწორედ აქ ხდება ფსიქოლოგიურად სახიფათო საზოგადოებრივი გაკიცხვა. როდესაც საზოგადოება ეუბნება ქალს, შენ დაწყევლილი ხარ, შენ ბოროტი ხარ, შენ დაღუპე შენი ოჯახი. ნერვული სისტემა ამ დროს არ ისმენს ამ ფრაზებს. ნერვული სისტემა ისმენს მხოლოდ ერთ რამეს. შენ აღარ ხარ სიყვარულის ღირსი. იცით რა ხდება ამ დროს? ეს ფსიქოლოგიური დამანგრეველი ფაქტორია. მე საკმარისად მიმუშავია ადამიანურ ტანჯვასთან იმისთვის, რომ გულწრფელად გითხრათ. სიძულვილით თითქმის არავინ იმკურნება. შიშს შეუძლია დროებით გააკონტროლოს ქცევა. სირცხვილს შეუძლია დროებით დაადუმოს ადამიანები, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ახდენს ფსიქოლოგიურ განკურნას. იცით ამას ახდენს? ამას მხოლოდ თანაგრძნობა აკეთებს. ამ საღამოს მე მინდა ერთი ფაქტით დაგტოვოთ. საზოგადოება თავის ემოციურ სიმწიფეს აჩვენებს არა იმით, თუ როგორ ეპყრობა ადამიანებს მათი სიძლიერის მომენტში, არამედ იმით, თუ როგორ ეპყრობა მათ ყველაზე ცუდად ყოფნის დროს. და მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა აბორტის გაკეთებას პიროვნულად, ჩვენ ყველამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს უფრო ღრმა ფსიქოლოგიური კითხვა. როდიდან გახდა თანაგრძნობა პირობითი? როდიდან იქცა დამცირება მორალად? როდიდან გახდა სირცხვილი სულიერების საწყისად? იმიტომ რომ შიში არასდროს განკურნავს ტრამვას. სიძულვილს არასდროს განუკურნია გლოვა. საჯარო გაკიცხვას არასდროს შეუქმნია უფრო ჯანსაღი ნერვული სისტემა. ადამიანები ინკურნებიან უსაფრთხოებით, კავშირით, ემპათიით, გაგებით და შესაძლოა, სანამ ქალების გადაწყვეტილებებს გამსჭიდეთ, ჯერ საკუთარ თავს დაუსვათ ერთი კითხვა. შევქმნით კი ჩვენ ისეთი სამყარო, სადაც ქალს არ უწევს აბორტის გაკეთების არჩევანი, სადაც ქალები თავს საკმარისად უსაფრთხოდ იგრძნობენ იმისთვის, რომ მარტოობაში არ დაიტარჩნონ. რადგან ყოველი სტატისტიკის მიღმა დგას სხეული, დგას ნერვული სისტემა, დგას შიში, დგას გლოვა, დგას ადამიანი და არც ერთი ადამიანი არ ინკურნება გაკითხვით. იმედია, რომ ჩვენ ერთმანეთს გაუზიარეთ ის ინფორმაცია, რომ დღეიდან თქვენ რამდენიმეს თუ ყველას არა, შეგექმნებათ იმის უნარი, რომ როდესაც
ვინმეს გვერდზე იქნებით, ვისაც ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მათ არ განკიცხავთ. მოусმენთ. უბრალოდ აგრძნობინებთ, რომ ისინი მარტო არ არიან. კიდევ ერთხელ, მნიშვნელობა არ აქვს შენ პირადულად. ჯერა თუ არ გჯერა. თავარია, რომ ადამიანის გვერდზე იდგე. ეს არის ჩვენი მოვალეობა. დიდი მადლობა მოსმენისთვის, რომ ჩემთან ერთად გაატარეთ ეს პერიოდი. კიდევ ერთხელ ეს არის Mindset-ი მინდია გაბიჩოძესთან და მე ვარ მინდია გაბიჩოძე. მადლობთ.